63 წუთია გაგვიტანა ჰოპემ გოლი, ვაგებთ ერთი თროს. ის 4 წუთი რო გაიხსენოთ, სანამ გაათანაბრებთ. აი რა ხდებოდა ამ დროს, თუნდაც გუნდში და თუნდაც ვოვაგუცაევის გუნდში. ჩვენ უკვე იმდენად დახვეწილი გუნდი ვიყავით მაგ პერიოდისთვის, რომ მაგაზე არავინ არ ფიქრობს. თამაშია რა, თამაში არის 90 წუთი. როდის გაიტან შენ გოლს, ან შენ როდის გაგიტანებენ გოლს, არავინ არ იცის, ხო? ნუ გაიტანეს იმათმა გოლი, გასაგებია. ეხლა შენი ამოცანაა, რომ რასაც თამაშობ, ცოტა მეტი უნდა მოინდომო, რომ გაათანაბრო ეს ისა. ამიტომ იმაზე ფიქრი, რომ ტრაგედია შევქვენით და ერთმანეთს მინდორზე ერთმანეთთან ლაპარაკობდით, აუ რა მოხდა და როგორ დაგვერხა და რაღაცა, რა თქმა უნდა, ეგეთი რამე გამორიცხული იყო. უბრალოდ ეხლა მე ჩემ თავს ალბათ ეხლა დაზუსტებით არ ვამბობ მაგას, მაგრამ ალბათ ჩემთვის ვიფიქრე, რომ ჯიგარო ცოტა უნდა მოუმატო უფრო მეტი რა. და ალბათ ყველამ ესე იფიქრა, რომ ეხლა თამაში რო გადაარჩინო მინიმუმ გოლი უნდა გაიტანო, რომ ფრე გახადო, ხო სწორია რა. ხო და ნუ გავაგზელეთ რა თქმა უნდა თამაში და მოხდა ისე, რომ 4 წუთში გავიდა ეს გოლი. შეიძლება გასულიყო 10 წუთში, არა აქვს მნიშვნელობა. ეგეც შეიძლება რომ ვაფშე არ გასულიყო და წაგვეგო. ეგეც არ არის გამორიცხული, ხო? ამიტომ ყველამ უბრალოდ თავის აზროვნებაში რაღაცა იფიქრა და რაღაცა შეცვალა რა. ცოტა რაღაცა, რაც ბოლო-ბოლო გამოვიდა იმაში, რომ მოვიგეთ თამაში.